როდესაც დგას დღეს საკითხი, რომ რატომ მივიღე მე გადაწყვეტილება და პოლიტიკაში ვიყავი და შეიძლება ბევრი იმას გაუპირდა კიდევაც ვიყავი, მაგრამ აქ ლაპარაკია აქტიურ პოლიტიკაზე. და ლაპარაკია იმაზე, რომ აი აგერ კიდევ ერთხელ მიდევს, აი ესენი რომ ვაჩვენო კიდევ ერთხელ თქვა, რომ აი როდესაც გაქვს უნიკალური პროგრამული წიგნი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. როდესაც გააკეთე მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში კონკრეტულ მაგალითს აჩვენე, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. როდესაც ახალი განზომილება რა შევცვალეთ რომ გადავჭეთ, ძალიან სერიოზული იმით გამოვიდა. როდესაც უდიდესი პიროვნებების ხელმოწერით არის პროგრამული დოკუმენტი. ვინ არიან ესენი? მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, თანაც 15 წლის წინ რომ მოაწერეს ხელი ამას, ესე იგი გივი თოიძე, არიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ ხეიძე, ანულ გეგეჭკორი, რომან ბურუა, რამაზ ყურაშვილი, ძალიან ბევრი ვინმე რომელიც შეუერთა შემდგომ ამას. ეს დოკუმენტი როცა გაქვს, ესე იგი ემიგრანტთა ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის პროგრამა, როგორ გავაერთიანოთ, ვინც დავჭით და როცა გაქვს ემიგრანტების დაბრუნების პროგრამა, როდესაც გაქვს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, როდესაც გაქვს 60-მდე პროგრამა, როგორ შევცვალოთ საქართველო და როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში და როდესაც გვაქვს უმთავრესი წიგნი, ანუ ინვენტარიზაცია ქვეყნის. აი ესენი ყველაფერი დავდეთ, ვიმუშავეთ, მე ვეუბნები ყველას, რომ ერთი დღე არ გავჩერებულ ვართ, შევქმენით და ყველაფერი პროგრამულად დავდეთ, ჩვენ ვეხვეწებოდით ხელისუფლებას, არაფერი არ გვინდა, ოღონ მოკიდეთ ხელი, განვიხილოთ, მოდით ერთი საკითხის განხილვა არ გააკეთეს, ერთის. და ვინც კი ხედავს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, ან ამ პროგრამებს, რომ ხედავს, ჯერ ამ წიგნს რომ გამოგიგზავნის, მეცნიერთა კონგრესმა ეს წიგნი გაუგზავნა პრემიერ-მინისტრებს ყველას, ერთი ვინმეს ერთი მადლობა, რომ გაგიკეთებიათ ასე, ან იგი რომ თქვა, რომ არ ვარგა. არაფერი ესენი თვლიან, რომ ესენი არიან უფროსები ამ ქვეყანაში. ჩვენ არავინ არა ვართ, არც მეცნიერება, არავინ. დღეს მეცნიერი, რომელიც ამ ხელისუფლებას პერფე შეგება, ის არც მეცნიერია და არც საქართველოს მოქალაქე არ არის. მე ამას ხმამაღლა